როგორც საგრაუნდში შემოვიდა რევიზია, გაუქმებად 3 იანვარს და რევიზიას ევალებოდა შემოწმებინა აგრარულ უნივერსიტეტის სწავლის ხარისხი. შუალედური დასკვნა 28-ში იქნა ცნობილი, რის შედეგადაც აგრარულ უნივერსიტეტის სწავლის ხარისხი დაიწუნეს და თქვეს, რომ სწავლის ხარისხი არ აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ მოთხოვილ ნორმებს. ეს რა თქმა უნდა სტუდენტებში ამან გამოიწვევს ფოთი და საპროტესტოდ გამოდით აქ ჩვენ, რადგან დაუნტკიცოთ ყველას, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ნაღდათ არის მაღალი სწავლის დონე და ხარისხი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სიტუაცია აგრარულში. რაში გამოიხატება გაუმჯობესება? მე მოვესწავლე ორივე პერიოდს, ძველ აგრარულს და ახალსაც. და იმიტომ ჩაობარე თავგადასავლეთ აგრარულ უნივერსიტეტში ეს პირობები მაკმაყოფილებს, რაც დღესდღეობით არის და ხელს გვიშლიან ამაში. ყველა მიცის რომ ესება დადებითად აისავა ყველას რა. ნებისმიერ სტუდენტს რო დაგითხოთ, თქვენ შეგიძლიათ პასუხად მიიღოთ ის, რომ რა იყო 2 წლის წინ და რა არის ახლა არის ცადა დედამიწა რა. მე თვითონ მოვესწარი, იმიტომ რომ 2 წელი სწავლობდი ძველ სასოფლოში, ახლა ახალგაზრდობაში ვარ და ეს ცვლილებები ყველაფერი ჩემზე მოხდა და ვიცი რა, თუ 2 წლის მანძილზე მხოლოდ ნიშანს იწევ იმ შემთხვევაში რაღაც არცთამი ან რაღაც ლექტორსთან რაღაც ახლობელი ყავდა, დღესდღეობით ეს რაღაც არა. დღესდღეობით თუ არის სწავლი, გაქვეყნე.